მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers და სააღდგომოთ ესეთი წითელი კამარო მინდოდა რომ თქვენთვის შემომეთავაზებინა. ეს არის 2011 წლიანი 3 და 6 ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი Chevrolet Camaro. ნახე რამხელა დისკები გვიყენია, 21 დიუმიანი დედალმამალი დისკები გვიყენია და ამანქანას ძალიან უხდება. რაც შეეხება ამანქანის ფორმებს, ეს არის 1979 წლიანი მოდელის რეინკარნაცია. აიქიდან თუ გამოხედავთ, ეხლა რამხელაზეა უბრალოდ გამოწეული უკანა ნაწილი. აქ სამი ზოლი, როგორც აი ძველს ქონდა, ისე აქვს შაჭრილი. და ზოგადად ამანქანის ვიზუალი, ასე რომ ვთქვათ, განახლებული 1979 წლიანი მოდელია რა. მე კამაროზე ჯერ არ ვჯდა რო არ, ეხლა იქნება პირველი დებიუტი, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ამანქანის სტარების. ეს ემოციები მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ, აი ამ პირდაპირ კადრებით ეხლა თქვენ რასაც უყურებთ და მოკლედ ვერ ვითმენ, მაგრამ სანამ დავჯდები და დავქოქავ ეხლა ამანქანას ამის გუგუნს გავიგონებ, ჯერ რა თქმა უნდა კაპოტს ავხადოთ, ჩავიხედოთ ძრავში რა ხდება, როგორ გამოიყურება. ცხვირი ძალიან მომწონს, ძალიან აგრესიულია, ეს წვეტიანი არის, ნახე გვერდიდან რომ გამოხედავ აი როგორი შეგეგონება რომ აი ისარივით არის რაღაცა მკვლელი ისარი არის. ეს არის ჩვენი 6 ცილინდრიანი V-ტიპის რავი 3 და 6 მოცულობით 312 ცხენისგან დავწერე დაახლოებით ქარხნულად რაღაცა 6-7 წამის შუალედში უნდა აჩქარდეს წესით 0-დან 100-მდე. მოკლედ აქ საოცარი არაფერი არ ხდება, ასე რომ ვთქვათ, ეს არ გიგონოთ რამე კომპრესორი და რამე, უბრალოდ ჰაერის შემშვები კოლექტორი არის. და ხო, ნუ ასე გამოიყურება, დავახუროთ მოდი ახლა და მე მგონი დროა რომ დავქოქოთ და მოვისმინოთ ამანქანის გუგუნია, რა სიტყვით. ოპა, გამარჯობა. ეს გასაღებზე არის პირდაპირ, ხო? სად ხართ? როგორ გადადის ნახე ესე ნელა არსად არ ეჩქარება. სალონი აი ესე გამოიყურება მოკლედ. ძალიან მინიმალისტურია ყველაფერი აქ ირგვლივ. უნდა ვაღიარო რომ ხარისხითაც ყველაფერი პლასმასი არის, რასაც კი შეეხება, აი ბარიც კი რაღაცნაირი პლასმასი არის. მოკლედ ამანქანის სიამოვნება არის მოძრაობაში. აი ეს წინ დიდი კაპოტი რო გიყურებს, ეს ყველაფერი ერთი სული მაქვს ახლა რო დავიძრა, მაგრამ სანამ წავალთ, ამანქანის საპატრიოტიზმულოს რა თქმა უნდა ამერიკის წარმომადგენელია და ამერიკის დროშიანი Little Tree უნდა დავკიდო ახლა. აი ასე, უკვე მზადა ვარ, შეგვიძლია რომ დავიძრათ. ოპა, გადავიკრათ ღვედი. ხილვადობა არის ძალიან შეზღუდული და კაფსულა აი უკან არაფერი არ ჩანს, მაგალითად ეს არის ბრმაკუთხე. სარკეები კიდე იმხელა ასე რომ ვთქვათ უკანა ნაწილია, გვერდები აქვს ამანქანას, რომ ისიც არაფერს არ გაძლევს რა. მხოლოდ წინ და აი აქ თუ გაიხედები, აი ამ მონაკვეთზე ესე რა. ეს კიდე ცოტა ანუ აქ ხო ვართ მიჩვეული, ყველა ამას ცოტა კიდე გვერდით აქვს. კარგი, დეში ჩავდოთ მოდი. და აქ ჩეკი გვინთია უკვე. ასე რომ ჩვენ ვეღარ ავანთებთ ამას. ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ კატალიზატორის გამო ვანთებს, როგორც გითხრა გიორგიმ. სხვადასხვა გიორგის YouTube არხით შეგიძლიათ გამოიწეროთ, აი ახლა გამოჩნდება აქ და მოდი ჯერ აი აქეთ წავიდეთ და გავიაროთ ცოტა ქალაქში. და მერე გადავინახოთ რა თქმა უნდა ავტობანზე და გავზომოთ 0-100 და ამასობაში შევიგრძნოთ როგორია ატარებდე 3 და 6-იან კამაროს. დისკების გამო მე მგონი ცოტა უგზაობას უფრო მეტად იგრძნობს, ვიდრე ქარხნული შემთხვევაში, ხო? და მოვერიდოთ განსაკუთრებულად, ეხლა ჩავარდნილ რაღაცებს გზაზე, იმიტომ რომ 21-იანი დისკები თან თხელი ბორტიანი საბურა 22-იანია, ვა, 21-იანი თქვი თავიდან ვიდეოში, ჩასწორება 22-იანი ყოფილა 21-яნის, მაგრამ უფრო დიდია კიდე ვიდრე თვალით ჩანდა. მოკლედ. ეხა პირველი ემოციები რა რასაც გრძნობ. აი ეს საჭი არის რაღაცნაირი რა. აი ძველი სტილის მანქანას ვატარებ თქო, ესე მგონია რა ესეთი ანუ მრგვალი კი არ არის. აი რაღაცა ჩათხელებული არის ეს ხელი რო კიდე შეგვითა თვითონაც ჩაწეული რა. აგინ ამაზე რბილად გადავედით ეხა. კარგი. აქ რაღაცა კრუიზ კონტროლი გვაქვს აქეთ ამ მხარეთ სარიელია. ხო. ნუ კარგია, ჯერ ასაც მოძრაობთ. 6 ცილინდრიანი ძრავი ზმუის. ეხლა აქ მოსახვევია ცოტა სწორზე რომ გავალთ, მე უფრო ნახოთ
ჩქარებაში აქ ავუვაროთ. აი ეს მაჩვენებლები არის, როგორც გითხარით, ეს მანქანა არის ძველი 1969-ის გაგრძელება რა. კამარომ გააჩერა 2002 წელს გამოშვება კამაროების. იმიტომ რომ გაგვიდებს რაღაც პატარა პრობლემები ჰქონდათ. ხო და 2010 წლიდან გააგრძელეს რა. ეგ იყო ის პერიოდი, როცა აი მუსტანგმაც ახალი სახე რო შემოგთავაზა, თითქოს აი ეს ძველი ვიზუალი დაივიწყეს რა 2000 წლების დასაწყისში და უნდათ რომ რაღაცა ახალი ერა დაეწყოთ რა მაგ დროს და მუსტანგმაც და კამარომაც შეცვალეს, დაამრგვალეს თავიანთი მანქანები და დიზაინი მოამრგვალეს და საბოლოო ჯამში არ გაამართლა რა მაგ მოდელებმა და მაგის მერე მუსტანგის გადავიდა უკვე S197 კუზაოზე და კამაროს ჩავარდნა ჰქონდა პატარა, თუმცა გააცოცხლეს 2010 წლიდან მერე და ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ კონკურენტი გახდა მუსტანგის რა. და დღემდე კონკურენტები არიან და საკმაოდ კარგად მიდის, ასე რომ ვთქვათ, თავის სტილში რა. რასაც მოძრაობთ ახლა აქ ქალაქში, საკმაოდ რბილად დადის, ანუ ასე რომ ვთქვათ, აი 22-იანი დისკებიდან გამომდინარე არ არის მაინც ძალიან გრუბი. ეხლა აქ ლიანდაგები არის, ლიანდაგებზე გადავიაროთ. მოდი და აქ გამოჩნდება ამანქანის დაკიდების სისტემაში. არა, რბილი ამერიკული მანქანა არის და თავისთავად ასეთ რაღაცებს არ გზნობს რა. ტარების დროსაც შიგნით ეხა ყველაფერზე რასაც შევეხი აქ თითქმის ყველაფერი პლასმასი არის, მაგრამ არაფერი არ წკიპინებს. აი ხო იცი პლასმასმა როგორი ხმებით, აი რასაც შეეხები ეხა აქ არის ჩამჯდარი რა, ყველაფერი კბილი-კბილში ზის რა. და ნუ ეხა ამის პლასმასი რო არის, სიმართლე გითხრათ, ესით მე არ მაწუხებს ეხა როზი ვარ, იმიტომ რომ ამას არ ვეთათუნები აქ ხვდები, მაქსიმუმ რადიოს შეეხო და გადაართო თუ რაღაცის გადართვა გინდა რა. სარკეები ნოთქო რომ სარკეების ფორმა მომწონს რაღაცაირი, ანუ მანქანა ხო რაღაცაირი ძველი სტილის არის და აი სარკე რაღაცა აი არ ვიცი რანაირი სტილის არის, კამარო სტილის სარკეებია რა, კამაროს რო შეებერება, მარტო ისეთი არის რა. აი აქ ცუდი გზა მე როგორც მახსოვს. წინ გველოდება საკმაოდ ლამაზი გზა, სადაც გავივლით გუგუნით და მე უკვე გავალთ ავტობანზე და ავტობანზე ვნახოთ რა შეუძლია აი ამ მანქანას. სხვა ეხა გადაცემათა კოლოფსაც შეეხება 6 ჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი torque converter-ი, ანუ გიდრომუხტიანი გადაცემათა კოლოფია. წავედით. ხმაური არ შემოდის გზაზე, არც ქარისმა არ შემოდის და არც ბოდლების ჭრიალი არ შემოდის. მანდა მაინც ეგ ყველაფერი ხა ავტობანზე უფრო გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ კომფორტულად და კარგად გადავაადგილები ამ მანქანით. სპორტული ხასიათი მინდა ცოტა უფრო რომ აი რაღაცნაირად ვაიმე ძალიან გრუბად გადავედი. მე ჩემი მანქანაზე ვარ მიჩვეული ხოლმე და მე რო ვჯდები ესეთ სპორტული დაკიდების ან დიდ დისკებიან მანქანებზე ცოტა ვერ ხვდები ხოლმე რა გზნობს მანქანა და რას ვერ გზნობს რა. კარგი, მოსახვევში როგორ დგას ის? ხო, კარგად მოგყვება რა სერჩი. აჰა, 6 ცილინდრი გუგუნებს რა გინდა? არა, მაგრა ჩქარდება. აქ ეს მატყუებს ხოლმე რა, ანუ მილებში წერია და გონია რომ არ მიდიხარ ჩქარ არა და ამ დროს კილომეტრია ბოდიში. ხო, აბა. ეს მაგარი ვარ რა. შევროლეზე ამასია თუ ჯექი შევროლე მალიბუზე სიმონ მოვდივარ და 140-ით მოვდიოდი საღაზე. გადავხედე, აღ ბოლომდე გადაწეული ის რა ქვია, თავი აქვს ბოლომდე გადაწეული. მეთქი 200-ით რანაირად მოვდივარ. რანაირად გამეპარა ფეხი, ასე რომ 200-ით მოვდივარ მანქანა. მერე დავაკვირდი. ო, ეს კაი რაღაცა შევნიშნეს. ანუ მაქსიმუმი ამას აქვს 160, მეც არ მიდის? მილებით არა ხო. ვა, ანუ 160 ასეთ მეც მიდის, მაგრამ ჩაკეტილია პრობლემა. ხო. ანუ ქარხნულად ამ მანქანას ეს ბავშვობაში რომ ამოწოდით ხოლმე. აბა რა მანქანას რამდენია წერია, რამდენ სპიდომეტრზე. ჩემს ეს მანქანა დაიჩაგრებოდა ვიზუალის და მიუხედავად, აქ 160 კილომეტრია წერია მარტო სიჩქარე რა. აღქმაში მიშლის ხელს, ანუ წინ კამერა მაქვს ახლა დაყენებული, ეს ხო თვალში მეფარება და ისედაც ამ მანქანაში ვზივა როგორც რაღაცა კაფსულაში რა. საქარე მინაც რაღაცა პატარა არის, ანუ შიგნიდან ჩანს პატარა და გარედან დიდია, არ ვიცი, დომის პოზიციიდან გამომდინარე, აი ყველაფერი წვრილი ზოლი მაქვს ახლა აქ რომ ვაკონტროლო ჩემი ირგვლივ რა ხდება
თუმცა ნუ მოძრაობის პროცესში ახლა დაპარკინგების დროს ჩემი აზრით დისკომფორტი იქნება, იმიტომ რომ აი ამ ხელა მხარე მithumetes 22-იანი დისკები რომ რამე არ გაეხახუნო პარდიულს და არ გახაზო, სარისკო საქმე იქნება რა. მაგრამ აი მოძრაობაში არ გაწუხებს არანაირად. წვას რაც შეეხება 15.2 ლიტრი გვიწერია. ამას ახლა გავანულებთ და მე ჩემი სიარულით ნახოთ უკვე რამდენს დაწვავს ქალაქში წყნარი სიარულით და რა თქმა უნდა ავტობანზე უკვე ჩხარი სიარულით. როგორ გავანულოთ? აქ ხარ უნდა მეჭირო მოგესწრები. აქ ხო? ხო. საჭი არის საკმაოდ დიდი რა ხელში. აი, ანუ პროპორციულია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად დიდი, აი შვაზოლი დიდი აქვს და აი ხელი რომ მიკიდია ხა აქ. აი აქ უნდა მოკიდო ალბათ ესეთი ამერიკული მანქანა რა და კუნტურაზეია. კარგია, ბავშვების ყურადღებას იქცევს. ნუ დიდების ყურადღებასაც მიიქცევს, ესეც გადაღების პროცესში მიიქცია უკვე ყურადღება, უბრალოდ ეგ კადრში არ ჩანა დაწყებული არ მქონდა გადაღება, რომ უკვე ხალხი მოვიდა და აინტერესად. ეგ ეფექტი აქვს თავისთავად კი ამ მანქანას. ძალიან მაგარი ეფექტი აქვს რა ვიზუალურად, აი სადაც არ უნდა მიხვიდე ამ მანქანით, ეგრევე გამორჩეული ტიპი ხარ რა. Let's go. საწვავი მივიღეთ და ახლა წავიდეთ ავტობანზე. რა ხმა ისე გადართვის? გადმორთვის რო აქვს. კარის ხმა არის? კარის მე მეგონა რაღაცა ჭირდა მანქანას. თურმე კარის ჩხაკუნის ხმა ყოფილა, აი მოვასმენიო მაყურებელს ერთი ნახე. ეს ხმა მეგონა, რომ იყო რაღაცა გადაცემათა კოლოფის ბრალი. თურმე კარები ყოფილა. 6 ცილინდრი, 3 და 6 მოცულობა. 312 ცხენისალა. სარკე ფარტხალებს. წანარდგამია? არა, მომიწდა და ახალი და ოკეი. ტრასაზე დაკრული არ არის. აი ეს რყევა აქვს რაღაცა რა. უბრალოდ მოსახვევებში აი გვერდზე არ ქანდება, თუმცა აი ტრასაზე აი ესე დადის რა. კარგად მიდის. ვერ იტყუელა, უბრალოდ აი ავტომატური გადაცემათა კოლოფები ზოგადად აი ესე დიძრავიან ამერიკულ მანქანებში არ არის უხეში რა, აი ამ ძალას გაძლევს, ოღონ გაძლევს წყნარად რა, აი და მიდის რა. არ გიიტყავს და ეს DS-ში და რაღაცა ესეთი გადაცემათა კოლოფები უფრო უხეში არის რა. და ყოველთვის ესე გიკეთებს ყველა გადართვაზე. ეს წყნარად გადაწევს, ოღონ გადართვის სიჩქარეს თავისთავად მე შენელებული აქვს თავისთავად ნელა რთავს, მაგრამ რთავს. სიმართლე რო თქვა სურათებში ამ მანქანის სალონი არ მომწონდა რა რაღაცნაირად, აი ამას ვერ უმუღამებდი ესეც სპიდომეტრს, მაგრამ ეხლა აი აქ რო ვზივარ, მძღოლის ადგილას რო ვზივარ, თქვენ როგორც უყურებთ, ისე რო ვიყურებ მეც, შვენიერი არის, მინიმალისტურია, მე რასაც მჭირდება, მე ვხედავ ჩემ ტახომეტრს და სპიდომეტრს, სხვა ეხლა მგზავრის მხარე, მე პირადად სიმართლე რო თქვა, არ მაინტერესებს, მე მივიღებ ამ მანქანისგან სიამოვნებას, აი როგორც მძღოლი ეხლა რა და მშვენიერია. წინ კიდე ერთხელ უნდა ვახსენო, რომ ეს კაპოტი რო ჩანს და ეს ზოლები, დიდი ცხვირი კაი შეგრძნებაა. აი ამ აქტივობისკენ გიბიძგებს. მოკლედ, შევდივართ ავტობანზე. ეხლა გაიზომება 0-100, ნახოთ ამ მანქანას ეს 312 ცხენი დარჩენილია თუ გაექცა რამოდენიმე. 1, 2 და ავბუქსაოს ფოტოში. 1, 2 და 3. ეგან დავაჭირეთ მოცურება ქონდა გამორთული და ადგილიდან ცოტა წაბუქსავდა. მოდი ახლა მოცურება იყოს ჩართული და ვნახოთ თვითონ ქარხნულად რა შეუძლია რა. 1
2 კიდე ბუქსავს 1 2 და 3 ხაი თქვენ რო უყურებთ და რასაც მე ვუყურებ რა ამ თვალით მე პირადად მომეწონა რა ეს ფერიც მომწონს აი აქ ვინტაჟური სტილი რო არის თვითონ აი ციფრები როგორც წერია ეგეც რაღაცნაირად კლასიკურია და სასიამოვნო არის რა რაც შეეხება მანქანის ტარებას აი აჩქარებას და ასე შემდგომ რა იქიდან გამომდინარე რომ ტორმუზი გაზით თუ დააპირებ დაძრას აი მაგ შემთხვევაში ძალიან მარტივად ბუქსაობს და კონტროლირებადია ყველაფერი არ არის ასე რომ ვთქვათ ისეთი მანქანა რომელსაც აი ახლა მაგალითად გაზფეხი დავაჭირე და აი ბუქსაობა დაიწყოს და კონტროლი დამაკარგიოს და მაგისი შეგეშინდეს სიტყვაზე რომ აი ამ მანქანას ვიზუალი ხო აგრესიული აქვს და შეგეშინდეს იმისი რომ აგრესიულად ატარო რა არა მოცურება გათიშულზეც უპრობლემოთ რა ასე რომ ვთქვათ არც საჭემი აქვს არაფერი ანუ ზედმეტი თორქი არ აქვს რა ამ შემთხვევაში და შეგიძლიათ რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც გინდათ რომ აი ესეთი მანქანა გყავდეთ და აქამდე რაღაც გეგონათ რომ ვერ დაიმორჩილებთ და რაღაცნაირი ისეთი დიდია და რაღაცა არა ეგეთი შეგრძნება არა მაქვს ეხლა მე პირადად ძალიან კომფორტულად ვიმგზავრე წვაც ეხლა დავდივარ 13 და 4 წელს ჩამოვიყვანე ნელი სიარულით რა ანუ თუ მოინდომებ ასე რომ ვთქვათ ეკონომიურიც იქნება და სიამოვნებასაც მიიღებ ვიზუალი ეხლა მანქანას რაც შეეხება ძალიან მაგარი ვიზუალი აქვს აი წინაცხვირი წვეტიანი უკანა მხარე განიერი ზოლები ირგვლივ რო დადიხარ ყურადღებას იქცევს ბავშვებში განსაკუთრებით დიდებშიც ავტომოყვარულებშიც და ეს ყველაფერი ეს ყველა ემოცია მე შენში გროვდება რა და საერთო ჯამში სასიამოვნოდ დადიხარო იმიტომ რომ იცი რომ ყავს მანქანა რომელიც შეიძლება ვიღაცის ოცნება არის რა ეგ ეფექტიც აქვს თავისთავად თორე ახლა კრუზე მაგალითად არავინ არ ოცნეობს აქ მე არ ვიღებ მარტო ისეთ მანქანებს რომლებიც სანახაობრივია რომლებიც აი წითელია ყვირის და ზოლებიანია არა წინა ვიდეო მაგალითად Subaru X-ზე გადავიღე რაღაცა Opel X-ს გადავიღე კაბრიოლეტი მაგრამ თან ამ დროს C53 AMG-ს გადავიღეთ ბევრი კარგი მანქანა გადავიღეთ, ბევრი ისეთი მანქანა გადავიღეთ, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაში არის. ასე რომ ქუთაისთან ახლოს ვისაც ყავთ მსგავსი მანქანები, გინდა ძალიან საინტერესო, გინდა აი ფართო მოხმარებით. მაგალითად აი ამ პრიუსს ახლა სიამოვნებით გადავიღებდი, არასდროს არ მიტარებია და ალბათ თქვენს გაინტერესებთ როგორია ახალი პრიუსი რა. მოკლედ, მე ვარ Just Driver-ი, ჩვეულებრივი მძღოლი თქვენნაირი არაფრით განსაკუთრებული მართავ მანქანას ვიღებ სიამოვნებას და ამ სიამოვნებას მე გიზიარებ თქვენ ამ ემოციებთან ერთად. მოკლედ ეს იყო ჩვენი კამარო. იმედია ვიდეოთი ისიამოვნეთ. თუ ასე იყო და ეს ემოციები თქვენამდე მოვიდა, არხი რა თქმა უნდა გამოიწერეთ და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში შემდეგი მანქანით.